Ყველას მოგესალმებით, მეგობრებო და გილოცავთ ხვალის მაგივრად დღეს აღდგომას. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე რამდენი ალბათ წელია ამ ფარისეველმა იუდევლებმა ქართველებს და ჭეშმარიტ ქრისტიანებს აღდგომა ცეცხლთაყვანის მცემლობით ჩაუნაცვლეს, ბრმა აირის მოდგმა ამას ვერ ხვდება, სანამ თვალებში არ შეაჩეჩებ იმ საკითხს, რაც არის რეალურად. ესე იგი, თქვენ იცით, რომ შაბათი არის სატურნის დღესასწაული. შაბათი არის სატურნის დღე. სატურნი კი არის ის ღმერთი, რომლისთვისაც მსახურებენ იუდევლები. იუდევლების თვალსაზრისით შაბათი იყო ის დღე, როდესაც მოსავალი, ანუ თვითონ ის ნაშრომი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში იმუშავეს შარბათზე, უნდა ჩაებარებინათ მისი დიდი მამისთვის, რომელსაც დასაქმებული ყავდა ისინი დედამიწაზე. ეს ტრადიცია შემორჩენილია დღემდე და შეფარული საკითხით მართლმადიდებლებშიც არის შემოპარული, თუმცა ამას ბევრი ვერ ხვდება, რადგან არ იცნობს ისტორიას, არ იცნობს სიმბოლოებს, არ იცნობს ამ სულიერ სამყაროს ისტორიას და სწორედ აქ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ შეცდომაში ყავთ შეყვანილი ის კაცობრიობა, რომლებიც დააჯერეს, რომ ესე იგი როდესაც პარასკევ დღეს ქრისტეს აცმევენ, ჯვარს აცმავენ და მესამე დღეს ის აღდგება, აი ეს მესამე დღე ადამიანებს ისე დაუბნელეს, რომ აი ამ ვითომ და წმინდა ცეცხლის გადმოსვლით, რომელსაც თვითონ ანთებენ ისევე იმ ნიშაში, სადაც ხალხი ელოდება წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, თვითონვე ანთებენ შაბათ დღეს, ესე იგი პარასკევის მერე შაბათი არის ერთი დღე გასული და არა სამი დღე. და აი ამ სამი დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას, აღდგომა არის ის დღე, როდესაც მესამე დღეს ქრისტე აღდგება და არა მეორე დღეს და სწორედაც აი ეს მესამე დღე მეორეთი ჩაუნაცვლეს ცრუ იუდეველებმა, ანუ ცრუ მართლმადიდებლებმა, ანუ იუდეველებმა, რომლებიც შეფარულად არიან ეკლესიაში შემცვალნი, დღეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემცვალნი და ასე აბნელებენ კაცობრიობას, რომ ის ვითომ ის ცეცხლი შაბათ დღეს გადმოდის და ამით ვითომ აღდგომაა დაწყებული. მინდა გითხრათ, რომ აღდგომა არ იწყება იმ ცეცხლის გადმოსვლით, რომელიც აი ეხლა თქვენ სურათებზე ხედავთ და ვითომ არ წვავს და რაღაცა სიდებილებს რო ყბედობენ ეს წარმომადგენლები, არამედ აღდგომა იწყება ქრისტეს აღდგომით, მეგობრებო. არაფერ შუაში არ არის აი ამ ცეცხლთან ქრისტეს აღდგომა, ქრისტეს რეალურ აღდგომასთან. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის, ეს არის უბრალოდ მოგონილი ცრუ ცეცხლი, რომელიც, როგორც გითხარით, უკვე სატურნის ცეცხლმადიდებლებისთვის იყო განკუთვნილი და დღემდე აღდგომას პირდაპირ მართლმადიდებლებს ამ ცეცხლთაყვანის მცემლობას აზიარებენ და შემდეგ იწყება ქრისტეს აღდგომა. რეალური აღდგომა და წმინდა ცეცხლი გადმოდის ადამიანების გულში და არის სადღაც ცრუ იერუსალიმის ნიშაში. რეალური აღდგომა ეს არის ქრისტეს აღდგომა, რომელიც ადამიანს ახსენდება ყოველწლიურად და არის მისი მისია და ტრადიცია, რომ ის ყოველწლიურად გაიხსენოს ადამიანმა მისი აღდგომა, რომ რეალურად სიკვდილი არ არსებობს და ეს ცეცხლი ადამიანების გულებში გადმოვიდეს და გაიხსენოს ის, რომ სიკვდილი არ არსებობს, რამე თუ ქრისტემ დათრგუნა სიკვდილი მისივე სიკვდილით და მისი აღდგომით იწყება ახალი სიცოცხლე, რომელშიც ადამიანმა უნდა დაინახოს ღვთიურობა და არა აი ამ სიდებილე მასკარადში, რომელსაც აწყობენ იუდეველები ისრაელში, ცრუ ისრაელში. მოკლედ ერთი სიტყვით ამას მე ყოველ წელს ვცდილობ ხოლმე რომ გავაგებინო საზოგადოებას, რომ ეს ცეცხლის გადმოსვლა არის შარბათი, ანუ შაბათობის დღე, შაბათ დღეს ამთხოვენ ყოველთვის, იმიტომ რომ შარბათობა არის
და ეს არის იუდეური ტრადიცია, იუდეური ცეცხლმადიდებლური სატანის მიმართ ტრადიცია, რამე თუ სატურნი არის ეშმაკის პლანეტა. სატურნი არის ის პლანეტა, რომელიც ემსახურებოდა სატანას და აქედან გამომდინარე მათ რა თქმა უნდა მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ კაცობრიობა დაებნელებინათ, ვითომ და ეს ცეცხლის გადმოსვლა არის ის აღდგომა, რომელზეც ქრისტეს აღდგომა არის ნაგულისხმები და აი ესე პირდაპირ თვალებში ნაცარი შეაყარეს ქართველ ბრმა მართლმადიდებელ ერს და ქრისტე სწორედაც აქ გვაფრთხილებს, რომ იყავით ფხიზლად, რამე თუ ძალიან ბევრი დაიწყებს ადამიანების მოტყუებას მისი სახელით და დავინახეთ თუ სადატყუებს კაცობრიობას ეს იუდეველთა მოდგმა, რომელიც არის ცრუ და მრუში მამისგან ნაშოვნი და სწორედაც რომ აი ამას აყვა საქართველოს უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოება, იმიტომ რომ მართლმადიდებელი ეკლესია იუდეველების ხელშია, მასონთა ხელშია და როგორც მიყიდეს ისე მიიღო და ამისათვის აუცილებლად მოეთხოვება კაცობრიობას ის ცრუ ქრისტიანების ზეიმი, რასაც აი ხო ცეცხლთაყვანისმცემლობა ჰქვია. ასე რომ ჩემო კარგებო, რა ვიცი, მე ვცდილობ რომ ყველანაირად გაგიზიაროთ ის ცოდნა რაც მაქვს და რომ არ დაგაბნელოთ იმ ცრუ მამებმა, რომლებიც შესყიდული იქნენ აი ამ ცრუ მამების მიერ, რომლებიც იუდეური მასონთა კლანის წარმომადგენლები არიან. ვცდილობ რომ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრი ჯიუტობს, ძალიან ბევრი ესე იგი ფიქრობს რომ აქეთ მე ვაცდენ მათ, მე შემყავს შეცდომაში, მაგრამ აი ლოგიკურ კითხვას დაგისმევთ, თუ კი ქრისტე მესამე დღეს აღდგა, გუშინ იყო წითელი პარასკევი და რანაირად არის დღეს მესამე დღე, ხო? ანუ ვინ გატყუებთ, ხო უნდა დაფიქრდეთ კარგად, ლოგიკურად კი არა და აი აზრობრივად რომ იმსჯელოთ, მესამე დღეს აღსდგა ქრისტე და არა მეორე დღეს, ხო? ხო და რა ვიცი, თუ გინდათ მეორე დღეს აღადგინეთ ქრისტე და თქვენ როგორც ითქვით ისე იყოს და არა როგორც მოხდა რეალურად. კაი? არც მაგაზე მაქვს პრეტენზია. აბა კარგად გემშვიდობებით.